კიდე ფერმერის ჟიტენიკის სახლიც, ოკეი. ასე. ორალამაზე გამოდის. მეგობრო, მოგესალმებით, მე ვარ საბა და არქივში რასონ 3 და დღეს მეგობრებო. მე, მოგეთ არ ვარ ფერმერი დღეს ასაკვირია. დღეს მე მოგეთ მერმა დამავალა. ჟიტენიკებთან მოკეთო მიდიოდა შესთავაზეო ასეთი პატარა ასე ვთქვათ სათამაშოები ახალი წლისათვის. მოკეთ მე უკვე გავაკეთეთ ჩემს სახლზე, აი შეხედეთ თან უზორებითაც გავაკეთეთ აი ეს პატარაზე ჩამოწია როგორც ასე ვთქვათ წვიმები და მოკეთ ფერონჟიტენიკსაც უკვე შევეკითხე, ფერონჟიტენიკიც არის უარსე. მოკეთ დამირიგა მერმა ასეთი სათამაშოები და აქვს მერის სახლზეც აუცილებლად კიდე Так, в принципе, ხო აქ უკვე აღარ შეიძლება. Так, в принципе, შეიძლება კიდე ასეთი უზორების გავაკეთოთ. მეგობრო, შეხედეთ რა სილამაზე გამოდის. მე რაოცებად კიდე ალმასის ბლოკებით დამჭირდება ასეკველია, რომ უფრო ლამაზად გავაკეთო. Так, ოკეი, ხა შემდეგი სახლი, შემდეგი ტყუპის ცალის სახლია და მეგობრო, შეხედეთ რკინის კარი გააკეთა. ოკეი, კაი, პრინციპში. უკაცრავად ჟიტენიკო შეიძლება შემოსვლა. ისა გამარჯობა ჟიტენიკო. მოკეთ მე მინდა შენ ახლა შეგთავაზო. ერთი რამ მოკეთ მე დამავალა ყოველი სახლის სახურავზე გავაკეთო ასეთი პატარა სათამაშოები ახალი წლისთვის და შენ თუ გინდა შენს გაგიკეთებ აუცილებლად. უბრალოდ მითხარი კი თუ არა. მე მჭირდება ასე ვთქვათ შენ თუ გინდა თუ არა. კი, საბა, კაი, ოკეი, გააკეთე. ოკეი, მაშინ გავაკეთებ. ჟიტენიკო, არ ვიცოდიო შენ სარდაფი გაქვს და შეიძლება ვნახო რა არის შიგნით? არა, საბა, არ შეიძლება. გადიაკეთა, გთხოვ, ძალიან გთხოვ, გადიაკეთოთ. და რატო ჟიტენიკო? რა ხდება ეგ ხომ? სტოპ და სადეთ ისე მერს კითხე რომ აშენე აქ სარდაფების აშენება ხო იციო მერის ასე ვთქვათ საბუთების გარეშე არ შეიძლება. კი, მოკეთ იცის, საბა, გთხოვ, წადიაკეთა. მართლა, კი შეიძლება. გთხოვ ძალიან. ეს არის სიურპრიზი, მართლა ეს არის სიურპრიზი. უბრალოდ არ შეიძლება ეხლა შეხვიდე. კაი, რაღაც უცნაური ხარ. Так, მეგობრებო, კაი, პრინციპში ჟიტენიკო ამითხომ, კიო გააკეთეო, მაგრამ მეგობრებო, დაინახეთ იქ რაღაც სარდაფი აქვს ამ ჟიტენიკსთან. შეხედეთ მეგობრო, თან ფანჯარაშიც იყურება რომ მალე გავიდე. მეგობრო, რაღაც უცნაურობაა აქედან. Так, მეგობრო, აქედან არ ჩანს ეს სარდაფი, აი ცოტაზე ჩანს. Так, მეგობრო, რაღაც მეგობრებო, ეს უკვე აღარ მომწონს. Так, ოკეი, მოით ასეთი კიდე უზორების გავაკეთოთ, აი ესეთი წვიმისნაირები. მეგობრებო, რაღაც ძალიანაც და გამაუწე. იცით რა მეგობრებო? ახლა უფრო კარგია აი ამ ოქროს ბლოკებს უკვე დავდებ. ლამაზად გამოვიდა აქვს ეს ჩემი სახლი. ახლა უფრო კარგია ამ ოქროს ბლოკებს დავდებ და რაღაცას ახლა მოუხერხება ჟიტენიკი. და მეგობრებო, დაინახეთ რაღაც უცნაური სარდაფი აქვს იქიდან. ისე ნერვიულად თქვა, ისე მეგობრებო, მოიცაბა მერთან წავიდეთ და ვკითხოთ. მისცა თუ არა ასე თქვა საშუალება ამ ჟიტენიკს რომ აეშენებინა ეს სარდაფი. მერო. მოკეთ მე შენი დავალიანება ნახავთ უკვე გავაკეთე. ჟიტენიკებთან უკვე გავაკეთე ეს სათამაშოები, შენ სახლზე კი გავაკეთე, მაგრამ ერთი კითხვა აქვს და აი პირველი ტყუპის ცლის სახლში რო არის ჟიტენიკი, ხო? ანუ იასამისფერ მაისურში, ხო? შენ ხომ იცი ეგ ჟიტენიკი და შენ ესე მიეცინება რთვა რომ აეშენებინა რაღაც სარდაფი, ანუ სარდაფი გააკეთა სახლის ქვეშ და მიეცი ასე ვთქვათ უფლება? საბა, რის შესახება, არა, სადაც არავინ არ მოვიდა სარდაფის შესახებ, რაზე ამბობ? კაი, არაფერზე, ოკეი. Так, მეგობრებო, ეს უკვე უფრო მაუცებს და უფრო რაღაც მაშინებს სინამდვილე შეგითხოთ. Так, ოკეი. მაშინ მეგობრებო, რა გეგმა მაქვს? ახლა მე უფრო კარგიო დაველოდო, როდის ეს ჟიტენიკი იმედია რომ მოდის მე გამოვა მაგ სახლიდან და არ ვიცი შევალ მაგ სახლში და გავიგებ უფრო კარგია მეგობრებო მართლა გავიგო რას მალავს იქ ეს ჟიტენიკი ვიდრე რაღაც არ ვიცი კითხვა სიურპრიზი არისო, მაგრამ მეგობრებო ცოტა ისეთი ხმა ჰქონდა, იცით რაღაც აი ნერვიული ხმა ჰქონდა, მაგიტომ
ცოტა რაღაც სამჯერა და ოკეი. მაშინ დაველოდები 1 საათს, 2 საათს და მე უფრო კარგია ვნახავ თუ იქნება მაგ სახში. ოკეი. მანამდე არ ვიცი კომპიუტერთან ვიჯდები. მიდი მარცხნივ მარჯვენა. არა, მიდი. Yes. Так, ოკეი. უკვე მე-5-ით მოვიდე ამ თამაშის სანაცვლო გითხრათ მეგობრებო. Так, სტოპ. საერთოდ რომელი საათია ერთად? აჰა, მეგობრებო, ზუსტად უკვე 1 საათი გავიდა. Так, მოით მეგობრებო, ახლა ანდა უფრო კარგია იცით რასთვის ამ მაინც ხმალს ავიღებ, მაინც. ვინც ის მანდ რა არის განლაგებული და ასე უფრო კარგია წავალ. შეგეთ მეგობრებო, უკვე თან საღამო იქნება მალე. Так, მოიცეთ მეგობრებო, ჯერ ასაკოელია უნდა დავწუნდე რომ შეძენიკი არ არის სახში და მეგობრებო, შეგეთ მართლა არ არის. ნუ აქ არ ჩანს შეგეთ მეგობრებო, სახში არ არის. ოკეი, შესაძლებელია ან სარდაფში ან სადმე გასულია. Так, ოკეი, სანამ გასულია, უფრო კარგია ხა შევიდე. Так, და ნახო შეგეთ მეგობრებო, так. ამას ის так, შეგეთ, ნუ მეგობრებო, აქედან ძალიან ცუდად რაღაც ხედავ. თითქოს ნოხია და კიბე. მეც ვერაფერს ვეღარ ხედავ. ოკეი. Так, მოით, ცოტა კი ნერვიულობ, მაგრამ ოკეი. Так, აგრეთვე დავკეტო და так, მეგობრებო, რაღაც მე ვერაფერი ვერ გავიგე. ერთ-ერთი ასაც ხედავ აქ ნაძვია და რაღაც ყუთები. საბა, ვერ გავიგე და რა შვები ჩემს სარდაფში? ოი, შეძენიკო, გამარჯობა. მე რა შვები? შენ უფრო კარგია იცი რა მითხარი? და რატომ აშენე ასე სარდაფი ჯერ ეს ერთიც? მერის უფლების გარეშე და მეორეც ერთი. რატომ მომატყუე რომ ვითომ შენ მერთან ასე ვთქვათ და ეს საბუთები გამოგიწერა რომ არ შენო ეს სარდაფი და მესამეც ერთი შეძენიკო, ამიხსენი და რა შვება აქ ნაძვი, ასეთი ნოხები, საერთოდ რა ხდება აქ? საბა, ისო როგორ შეიძლება რომ ასე ვთქვათ შემოხვიდე. ნუ კაი, მოდი აგიხსნი ახლა ეს საერთოდ იყო საჩუქარი. ხვალისათვის იყო საჩუქარი. მე მინდოდა მოკეთ ახალ წლამდე გავეკეთებინა მთლიანი სოფლისათვის საჩუქრები. ხო, საჩუქრები. მე მინდოდა ეს სარდაფი კიდევ უფრო ასე ვთქვათ გამემაღლებინა და უფრო დიდი გამეკეთებინა. აქ მე დავდგავდი შუაში მაგინას და ასე ვთქვათ ამ ნაცვთან ასე ვთქვათ მივირთმევდით რაღაც საჭმელებს ახალწლამდე ასე ვთქვათ პატარა პიკნიკს გავაკეთებდით ჩემს სარდაფში. საბა, რატო შემოხვედი? ნუ კაი, პრინციპში რადგან შემოხვედი უკვე მოკეთ აგიხსნი. ამ 5 ყუთში არის ჟიწელიკებისთვის ყველასთვის მოკეთ საჩუქარი და აი ამ ბოლო ყუთში დევს შენი საჩუქარი. რასაკვირველია, მე ცოტა გამოტებული ვარ შენზე და გაბრაზებულიც ვარ, რადგან შენ შემოხვედი ჩემს სახლში და დაუკითხავად თანაც. მაგრამ არა უშავს, კაი, რადგან მალე უკვე ახალი წელია, მე ამას ასე ვთქვათ დავივიწყებ და შეგიძლია პრინციპში ახლა გახსნა ეს საჩუქარი, მაგრამ შემდეგში ასე ძალიან გთხოვ არ გააკეთო. შეძენიკო, გასაგებია. აუ, დიდ ბოდიშს გიხდი. მართლა მაპატია, არ ვიცოდი. მე მართლა მეგონა არ ვიცი, შენ გინდა და მართლა სოფლისა განადგურება, ან რაღაც ასეთი, ან ჩემი მოკლა, ან ჩემი სახის განადგურება. აუ, დიდ ბოდიშს გიხდი. Так, ოკეი, კაი, მადლობა დიდი შეძენიკო, რომ ასე იწვალით და დიდ ბოდიშს გიხდი, რომ ეს ასე ვთქვათ საიდუმლო მე ასე ვთქვათ ამოვხსენი. ისე რომ გითხრა ლამაზად დააყენეს ნაძვი. Так, ეს ყუთია, ხო, გამოდის ჩემი? კი, შენს პირდაპირ ყუთია, ეს არის შენი საჩუქრებით ყუთი. შეგიძლია აიღო ახლა თუ გინდა. Так, ოკეი, მადლობა დიდი შეძენიკო და დიდ ბოდიშს გიხდი კიდე ერთხელ. ოი, მეგობრებო. გაგიშება! ეს მართლა ყველაფერი ჩემია, так, მეგობრებო. ეს მეგობრებო, შეძენიკო, ეს ყველაფერი ჩემია, ეს ალმასის ბლოკები, ეს ტორტი და ეს ოქროს ვაშლები. აუ, დიდ ბოდიშს გიხდი მართლა შეძენიკო და დიდ მადლობას გიხდი ასეთი საჩუქრისთვის. გამოის ამ ყუთებში კიდე სხვა შეძენიკების არის საჩუქრები. მართლა კაი, მადლობა დიდი, მეც აუცილებლად გაგიკეთებ საჩუქარს, აუცილებლად. მადლობა დიდი. მეგობრებო, ცოტა მეგობრებო, ეს ძალიან მრცხვენია. აი, ცოტა კი, ოი, დას დავწექი აქა. ცოტა კი არა, ძალიან მრცხვენია. აი, ძალზე ძლიერად მრცხვენია. ახლა მეგობრებო, გავწითლდები. მაგრამ მეგობრებო, შეხეთ, რა მაგარი საჩუქრები გამიკეთა ამ შეძენიკმა და მე კიდე მეგონა რომ არ ვიცი, სოფლის განადგურება უნდა და ან რაღაც ასეთი რა. ოხ, მეგობრებო, როგორი სირცხვილია მართლა, ჩემი ეს მაგარი სირცხვილია. ოკეი.
აუცილებლად მე უნდა გავუკეთო ახალ შეწენიკს ძალიან მაგარი საჩუქარი. კაი მეგობრებო, მე ახლა წავედი რამეს მოვიფიქრებ ამ შეწენიკისთვის. ამ შეწენიკისთვის მართლა ძალიან კარგი შეწენიკი აღმოჩნდა. თქვენ კი მადლობა დიდი ვინც უყურა ეს ვიდეო ბოლომდე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიქეთ. ახლა კი მეგობრებო, დაგეშოვებებით, ნახვამდის.